ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, გამარჯობა საქართველოს დედაქალაქი თბილისიდან. დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი ესტუმრა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მსახიობს და მასთან გვექნება ინტერვიუ. აღნიშნული მსახიობი ამბობს, რომ მე ამ სერიალმა სიბნელეს გამომგლიჯა და სინათლეზე გამომიყვანა. ის ასრულებს დედის როლს სერიალში სიყვარულს მიღმა. ახლა კი დროა გაგაცნოთ ჩემი მასპინძელი მსახიობი ქალბატონი ხათუნა ბოკუჩავა. მოგესალმებით ქალბატონა ხათუნა, რატომ ინტერვიუში ამბობთ, რომ მე დედის გარდაცვალების შემდგომ ჩავიკეტე სახლში, ვაკეში გავყიდე სახლი და გადმოვედი აქ გლდანში, გიორგი წმინდაში, სადაც ახლა ჩვენ გესტუმრეთ და აქ ვწერთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას. მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, დღევანდელი დღის მადლი შეგწეოდეს თქვენ და სრულიად საქართველოს. დედის გარდაცვალებამ ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, იმიტომ რომ დედის ერთა ვარ, თან რაღაც ერთად გავიზარდეთ. აი, მცირე ასაკი იყო ჩემსა და დედას შორის განსხვავება. ხო, სადღაც 19-20 წელი იყო ჩვენ შორის განსხვავება და თან იცით დედას ხო ასაკი არა აქვს. რა თქმა უნდა. და თვითონაც ისეთი ქალი იყო სინაზის და აი ქალის განსახიერება იყო. ერთად გავიზარდეთ, ერთი ხინი ქონდა, ერთი ჭირი ქონდა, დაქალები ვიყავით, მეგობრები ვიყავით, დედაშვილი ვიყავით, კოლეგები ვიყავით. უცებ აი ეს რო გამომეცალა და სამყარო გაჩერდა. და ყველაზე რთული ის იყო, რომ მთელი ცხოვრება იშვიათად თუ რაღაც ვაი დედას ვამბობდი და დედა ჩემი გვერდზე იყო და მშველოდა. ვიტკენდი რამეს რაღაც სულ ხასიათზე ვიყავი და მე დედა ჩემს ვერ უშველე. ძალიან ცუდი მომენტი მქონდა აი ეს და რაღაცნაირად ყოველთვის ამბობდით შემდგომ ქალბატონა ხათუნა ყველა სერიალზე, როლზე და ასე შემდეგ უარს. ერთადერთი იყო აი ეს სიყვარულს მიღმა, სადაც მოკლედ თქვენმა შვილმა გითხრათ, რომ ისეთი ჩამაფაფახა თავში, უარი არ თქვა, თორე არ ვიცი რაც გიძებ, აი ესეთი მაგარი სერიალი არის, ძალიან მიყვარს. და აი კიდე კაიო ხმამაღალზე ჩამირთო თვითონ და მომაწოდა და მოისმინა ეს დიალოგი და რო ამოვისუნთქე და რო დაუწყე რომ იცით რა უკაცრავა და უცებ თავში მომხვდა რაღაც უარი არ თქვენ თამაშობთ კასპერას დედას და ამბობთ რომ მე არ გამიჭირდა ამ როლის შესრულება, რადგან თითქმის ანუ ჩემი მეგობრის ისტორიას ვყვები, როდესაც ჩემს მეგობარსაც ეგონა შვილი მოკლედ გარდაცვლილი, დაკარგული და შემდგომ როდესაც დაბრუნდა, მას ერთ თვეში დაემართა ინსულტი. და დღემდე ძალიან ცუდად არის. აი ეს ყველაფერი რომ მოგვიყვეთ. მე კი ვარ დედა, მაგრამ მე სხვანაირი დედა ვარ, რაღაც გიტარა და ჩქარიტაში ეგეთი დედა ვარ. და ეს რო შემომთავაზეს ჯერ ხო რაღაც ცუდად იმოქმედა ჩემზე ამ და უცებ დამარტყა თავში რომ ეს ზუსტად ჩემს მეგობარს მოუვიდა ასეთი რამ 37 წლის მერე ურეკავს Facebook-ზე და ეუბნება რომ ესე და იქ არც ანალიზები იყო საჭირო, არც დნმ და არც არაფერი, იმიტომ რომ ერთში იყო ჩემი მეგობარი. კი აქვთ ახლა ურთიერთობა, მისვლა-მოსვლა, ისინი პრიბალტიკაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც აქვთ და ზუსტად ერთ თვეში ეტყობა ეს რომ მე გააცვითნობი არა, თან ერთი გოგო გარდაცვლილი ყავს და ძალიან ცუდად იმოქმედა. და ეს ყველაფერი აი იმის სიტუაცია მოვირგე. მოდი დავბრუნდეთ ქალბატონა ხათუნა ცოტა წარსულში და როგორი ბავშვი იყო ქალბატონი ხათუნა ბოკუჩავა და სურდა თუ არა მას რომ გამოსულიყო მსახიობი. მე ჯერ ესეთი ვიყავი ახტაჯანა. სულ ბიჭებთან თამაშობდი. ბიძა მყავს 4 წლით უფროსი, მის გარშემო სულ ბიჭები იყვნენ. სკოლაშიც რატომღაც სულ ბიჭებთან დღემდე ჩემი ბიჭები არიან, ჩემი მეგობრები და დღემდე სკოლის პერიოდიდან მერე შემოსული მეგობრებიც ისინიც სულ არის, სულ 2-3 გოგო მყავს. მეგობარი, აი რასაც ქვია მეგობარი. ეს არის ჩემი ინა ხომასურიძე, ლიგია ჩემი სიყვარული ახალგაზრდობის
რო გითხრათ რომ აი რაღაცაზე ვფიქრობდი, აი ეს უნდა გამოვიდე, ხო აქ ბავშვებს ოცნება და რაღაცა. მე მქონდა ყოველთვის ოცნება რომ გამოსულიყავი დედა. იმიტომ რომ სახობანოს თამაშობდი და მიყვარდა სახობანოს თამაში, ლამაზი კარგი თოჯინები ყავდა ხოლმე ყოველთვის. ჩვენ დროს კაი თოჯინები იყო ხოლმე, ლამაზები. ხო და სულ თამაშობდი ხოლმე აკვანის მქონდა მთელი ეს ისინი სერვიზები, ისინი პლასმასები არ მქონდა, მაშინ ფაიფური გამოდიოდა და ფაიფურის. აი მადლობა უფალს, აი რომელ რეჟისორს უნდა მოეცა ჩემთვის რა როლი უნდა მოეცა, რაც მე უფალმა მომცა დედობის როლი და ახლა უკვე ბებიობის. სულ დედაჩემისგან და ჩემი ბევრი ოჯახის წევრი ნათესაობა ექიმები არიან და სულ მესმოდა რომ დედაჩემს უთეთრებს მაცმე და ჩემი შვილი ექიმი უნდა გამოვიდეს, დედიკო ხო გინდა ექიმი, მე რომ დავბერდები უნდა მომიარო და რაღაცა ესეთი ტექსტები. ხო და რატომღაც ჩემი კლასელი მამუკა ჟეჟილაშვილი ერთ მერხზე დღემდე მოვდივართ ერთი მერხიდან. სულ მეუბნებოდა რომ აუ მოდი რა მსახიობები გამოვიდეთ რა გეხვეწები და წავიდეთ რომ დავამთავრებ თეატრალურში ჩავაბარო და რატომღაც რა ვიცი მე და სახში გამოვაცხადე რომ უკვე მოვიდა ის დრო რომ მე უკვე ვამთავრებ 10 კლასს და უნდა ჩავაბარო და ნუ შეიკრიბა მთელი საბოქუჩაო და აბაო შენ რა გსურსო გამოხვედა არა მსახიობი მე თავჭა მსახიობი სიჩუმე და უცებ ბებია ჩემი ბოზობას რაც უნდა დიპლომიო თუმცა თქვენ განებივრებული ბავშვი იყავით, რადგან ანუ ხშირად მოდიოდნენ სტუმრად ისეთი ლეგენდა მსახიობები გოგი გეგეჭკორი, დოდო აბაშიძე და დოდოს ასე თქვა სადღეგრძელოები ამბობთ ერთ-ერთ ინტერვიუში რომ დღემდე ყურში მაქვს ეს პერიოდი რომ გაიხსენოთ თქვენი ბავშვობა ამ დიდ ბუმბერას ქართულ მსახიობებთან ერთად, როდესაც თქვენ მე ძალიან პატარა ვიყავი, თან იცით რა იყო რომ ჩვენ როდესაც უფროსები ისხდნენ, კეიფობდნენ და პატარები არ ვიყავით ასე რო არიან ახლა ათქვეფილები. ჩვენ ვიყავით ჩვენთვის იქ და ცალკე ვიყავით. ნუ ჩვენთვის ბავშვებისთვის ყოველთვის ცალკე იშლებოდა ხოლმე სუფრა. ნუ დიდების მაგრამ ახლა უსმენდით და ისინი რომ მოდიოდნენ, სული გვეკრებოდა. იმიტომ რომ ჯერ ერთი ეს ჩემთვის რა იყო და ჩვენთვისაც ეს რა იყო, იცით რომ სცენიდან სცენაზე ხო გონია რომ ბროლის ადამიანები არიან და ხელშეუხებლები არიან, ვერასოდეს ვერ დაელაპარაკები, ასე ისინი ხო ტუალეტში არ დადიან როგორც მასწავლებლები, პედაგოგები. ესე გვაქვს ხო ესე და უცებ რომ შენს ოჯახში ამ ხელა ბუმბერაზე მსახიობები, რეჟისორები, კომპოზიტორები, პოეტები რომ სხედან და კეიფობენ, იქ გიტარა აქვთ გადაგდებული და იქ როგორ მახსოვს მურმანლებანი წაკითხული ლექსები როგორ მახსოვს დოდო აბაშიძის სადღეგრძელო დიდი იმითი რომ მოითხოვა თასი მოითხოვა განსხვავებული და ქალი სადღეგრძელო რომ დალია მე ეს არასოდეს დამავიწყდება აი ხედავდა მით უმეტეს იმისა რომ იმდენი ქალები ისხნენ სუფრასთან მას ყავდა ობიექტი ყავდა და აი იმას აღწერდა და იმას უხსნიდა სიყვარულს იმიტომ რომ ოჯახში შესაშვები კაცი სადღეგრძელო ისმემოდა ოჯახში რომ შემოდიოდა ადამიანი იქ ქალი არ იყო ის მისი და იყო მისი დედა იყო მისი ნათესავი იყო და არ შეიძლება და სხვანაირად შეხედო იმოქმედა თუ არა ქალბატონო ხათუნა ამ ყველაფერმა რომ თქვენ უფრო მეტად გაგიმტკიცდათ ექიმების ოჯახის შვილს და შვილიშვილს რომ სამსახიობო კუთხით წასულიყავით. კი მინდოდა, მაგრამ ისე იმდენად მეშინოდა აი იმდენად მეშინოდა აი ამ სფეროს, იმიტომ რომ ნუ აი ნიჭის აფეთქება იყო, ხო? აი ეს რენესანსის ხანა იყო 70-იანი, 80-იანი წლების აი ამ კინემატოგრაფიაში, კინოშიც, თეატრში ხო საერთოდ. მოკლედ მე გადაწყვიტეს რომ არა მე უნდა გამხდარიყავი ექიმი, წავედით რუსეთში. Ну, რა თქმა უნდა, ერთი წლის მერე თმების გაწეწვით ჩამოვედი ისევ საქართველოში. ანუ ხათუნებუშავასგან ვერ დადგა ექიმი. ვერ შეიყვარეთ თეთრი ხალათი. ხო, ჩამოვედი საქართველოში და შემხვდა მალხაზ ქრივიშვილი და ბესო ხიდაშელი. ну გადავეხვით მე და მალხაზი ერთად ვსწავლობდით მუსიკალურ ტექნიკუმში, ის ფლეიტაზე იყო, მე არფაზე ვიყავი და
მეგობრებდით და წამოდიო რა ჩააბარეო. ისინი უკვე სტუდენტები არიან და წამოდიო რა ჩააბარეო თეატრი. ზუსტად თეატრალურთან შევხვდით. მე გავრისკავ მეთქი რა იქნება. და ჩააბარე. ჩუმად ის ვქენი რა ქვია საბუთები და შევიტანე ეგრე საბუთები და ასე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში. თეატრალურ უნივერსიტეტს ამთავრებთ და როდის იწყება თქვენი სცენის მტვერით მოწამლა? 88 წელს დავამთავრე და წავედი ქალაქ რუსთავის დრამატულ სახელმწიფო თეატრში. იქაც უმაგრესი, ნუ ახლა რუსთავის თეატრის ისტორიას არ მოყვები, ჩემზე კარგად გეცოდინებათ თქვენ. რა კორიფეები იდგნენ იქაც და როგორი მსახიობები იყო და რა სპექტაკლები იყო. ნუ დღესასწაული იყო. მე მახსოვს ბავშვობაში დავყავდი ხოლმე პრემიერა და სპექტაკლი არ გაგვიშვია არც ჩემს ოჯახს და არც მე. წავედი რუსთავის თეატრში სადაც დღემდე ვითვლები მსახიობად, იმიტომ რომ 8 წელიწადი ჩემმა რეჟისორმა, ჩემმა არა, თეატრის რეჟისორმა გამაჩერა, 8 წელიწადი მომპარა. ბოლოს მოკლა. ტვერი გადავყლაპე 88 წელს. 1988 წელს ქალაქ რუსთავის. დღემდე ხართ ქალაქ რუსთავის თეატრი. კი, ადრე ვიყავი. დაწყვეტილი მსახიობი, როგორც ამას ინტერვიუში აღნიშნავთ. იცით რა, მაშინ გულდაწყვეტილიდან გულდაწყვეტილი ვიყავი და ეხლა მოკლული ვარ. ასე არის, არ გამოიძებნა 8 წლის განმავლობაში ერთი პატარა ან ეპიზოდი, ან გარმითი რაღაცა, ან რო აეღო, აი ეგეთი. როდის აღმოგაჩინეთ რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და თქვენი პირველი ნაბიჯი კინემატოგრაფიაში? ზაზა ურუშაძე ცხონებული, ღმერთმა აცხონოს ზაზას უნიჭიერესი და უკარგესი პიროვნება იყო ძალიან კარგი. ზაზას მე ვიცნობდი თეატრალური ინსტიტუტიდან და ეგეც სრულად შემთხვევით მოხდა. რომელიღაც კაფეში შევედი და ზაზა იყო და აი მე ზაზუკა როგორ რაღაცა და ხათუნა შენ მე მჭირდებიო. პაჟალსტა მოთხე არ არის მაგაზე ლაპარაკი, როცა დამირეკა და აი ასე მოხდა ზაზასთან. ზაზამ დამირეკა და იმ ფილმში ზაზასთან ასე მოხდა. მე იყო ცირკი. მეორე ფილმი ხო გადაიღო ზაზამ და მიდი და გადამიღე მეთქი ვეონები რაღაც მომეწონა მეთქი ეს ისინი თქო ეს და გეხოცები მეთქი და კიდე რომ გადაიღე ფილმს მეთქი ისა გადავიღე მეთქი და ხო გადაიღო მანდარინები და ის არის რა ქვია ნუ ძალიან ფანტასტიკური ფილმი არის და სულ ბიჭები არიან ხალი გარბენითაც არ არის ფოთოლიც კი არ არის ხალი და ну გამოვიდა ეს ფილმი და ну აღფრთოვანებული და მე საერთოდ ძალიან მიყვარს როდესაც წარმატებული არის არა მარტო ჩემი ახლობელი ნაცნობი მეგობარი არამედ სულ ერთია ეს არა აქვს მაგას მნიშვნელობა ადამიანი როდესაც წარმატებულია და ბედნიერი არის მე იმაზე ბედნიერი ვარ და შევხვდი ზაზას რუსთაველში იყო ჩვენება ბიჭო მეთქე რა თქმა უნდა გადამიღე ფილმში მეთქი და კაი რო ხათ ხო უყურე ფილმსო და რომელ როლში აგეყან რამით სადღაცა ჩაგეთხარ მე ვთხარ ბოზი ჯარისკაცები არ არსებობენ მეთქი და ეგ მახსოვს ზაზა ჩაიკეცა რუსთაველზე და მოკვდა სიცილით კაი გავითვალისწინებ იმდენი ბოზი მაქვს ნათამაშები იმისი არ იყოს გიგალორდ კიფანიძის ბოზბაში არ მიყვარს მეთქი და ну ბიჭება იქ ჩვენმა აუ რატო არ გიყვარს ბოზბაში ერთ-ერთ ბანკეტზე როგორ არ გიყვარს და აუ ბოზბაში ესეთი და გიგალორდ კიფანიძე ზუსტად ჩემ წინაზის და დაანებეთ ბოკუჩავებს თავი ამას იმდენი ბოზი აქვს ნათამაშები ბოზი და რაც იწება არაფერი აღარ უყვარს თქვენ ასევე იღებდით მონაწილეობას მაშინდელ ცნობილ ქართულ სერიალში ცხელი ძაღლი. რამოდენიმე ისა მაქვს ხო? რამოდენიმე ეპიზოდები ხო? აი აქ როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება? ეგ ზუსტად აღარ მახსოვს ეგ ისე, იმიტომ რომ რესტორნის სცენა იყო პირველი. ეგ გამოვთხარ ძუძუზე ვყავს ბავშვი მეთქი და როგორ ისე არა ხათუნა შენო ყველაფერს მოახერხებო და რაღაც აი გავითეცი და მახსოვს დედაჩემი ტაქსში იჯდა ბავშვი ეჭირა რომ რაღაც რო საჭმელი მოძდოვნოდა რომ უცებ გავარდნელიყავი და მეჭმია. ხო ასე მოხდა. მე კიდე ზაზამ დამიძახა თვითონ. მე აღარ მახსოვს რომელი სეზონი არის. მე ისევ ზაზამ დამირეკა და მითხრა რომ ხათუნა უმჭირდებიო ესე
შემთხვევაში რაზეა ლაპარაკი აუცილებლად. შეცვალა თუ არა ქალბატონო ხათუნა სერიალმა თქვენი ცხოვრება. გცნობდნენ გარეთ და ერთ-ერთი მომენტი რომ გაიხსენოთ, როდესაც მანქანა გაგიფუჭდათ, ფეხით მოდიოდი და მაკდონალდსიდან ბავშვები რომ გამოვიდნენ ფოთლების გადასაღებად. ვაიმე, ეს ახლა აი ამ სერიალის შემდეგ, ხო? მაგრამ აი ხა ცინცხალი არის, ზუსტად აი 2 კვირის უკან ვიყავი სადგურზე გასული რაღაც საქმე მქონდა. და მანქანა გავაჩერე და გადმოვდივარ. და ახალგაზრდა მამაკაცი აი არც იქნებოდა 30 წელი არც კი რა ახალგაზრდა ბიჭი იყო და საბარგულიდან იღებდა ეთქვა ბაზარში იყო და დიდ პარკებს იღებდა და უცებ როგორ აი ესე დაყარა და მოვიდა და ქალბატონო ხათუნო ისე მიყვარხა თან სახელიც რო იცოდა ისე გამიკვირდა და თან გამეხარდა ქალბატონო ხათუნო მე თქვენი სერიალებიდან თენდება გვიან ცხელი ძაღლი ესენი ჩამომისახელა ესენი და სხვათა შორის მითხრა საპოვნელა რუსთავის თეატრში მე საპოვნელა მაქონა ნახე და ძალიან მიყვარხართო იმ როლიდანო აი ეს ჩემთვის იცით რა იყო ეხლა ამ ფილმით მცნობენ სიყვარულს მიღმა მაგრამ აი ამ ახალგაზრდა ბიჭმა რომ აი ისინი იცოდა ისე გამეხარდა ისე აი უბედნიერესი ვიყავი იცით რა არის ეს არის უხერხული აი სიხარული ბედნიერება მსახიობს მეტი რა უნდა მსახიობის არის ტაში როდესაც ქალბატონო ხათუნა ამ სერიალებში იღებდით მონაწილეობას თქვენი ოჯახი უყურებდა დედა უყურებდა ამ ვიდეოებს როგორი შეფასება ჰქონდა თქვენ ამბობდით რომ კრიტიკოსი იყო მიუხედავად იმისა რომ დედას არ ჰქონდა თეატრალური განათლება 2 თეატრი გახსნა ქვემო ქართლში 1990 წლის 19 იანვარს ნანა ბოკუჩავამ გახსნა დმანიში განთიათში თეატრი ქართული თეატრი იქაც ვიდექით თემურ ჩხეიძემ გააკეთა ილიავარ მეღვინა თოხუცესი გოგი გეგეჭკორი კარლოს აკანდელიძე ზინა კვერენჩხილაძე დიდი კორიფეები იყვნენ და მე გავხსენით იქიდან რომ რაღაც უსიამოვნებები და რაღაცები მე არეულობაც დაემთხვა და მე 96-ში გავხსენით ქალაქ მარნეულში თეატრი ქართული თეატრი სამშობლოთი გავხსენით ეგ თეატრი ის იყო არჩვაძე იყო გივი ჩუგუაშვილი იყო გოგა გორგასანიძე იყო ეს ორი ცხონებული გივი კარგად ამყოფოს უფალმა ლეილა შოთაძე საყვარელი სპექტაკლი რომელშიც ვერა მაგას და როლი რომელიც ძალიან გიყვართ და მისი შესრულება თქვენ დიდ სიამოვნებას განიჭებთ რაც ამათ შესრულებული ყველა ჩემი შვილია მაგას ვერ გეტყვი რომელი მიყვარს და რომელი არ მიყვარს არ არსებობს ეგეთი როლი რა ეხლა შვილზე შეიძლება თქვა რომ ეს უფრო მიყვარს ეს შვილი ვიდრე ეს ხო არ შეიძლება არა აი ყველა ძალიან მიყვარს ყველას ტექსტი დღემდე ვიცი ყველა მიზანსცენა მახსოვს მე მადლიერი ვარ იმ ადამიანის მიშა თუმანიშვილის ბატონი მიშასი ღმერთმა აცხონოს იმისი სული ყველაფრისთვის მომამზადა პირველ რიგში მასწავლა ადამიანობა როგორი არ უნდა ყოფილიყავი როლების მიმართ პარტნიორების მიმართ როგორ უნდა მყварებოდა სიყვარული მასწავლა სიკეთე მასწავლა ამიხილა ყველაფერზე თვალი კულისები მასწავლა მე ძალიან დიდი მადლობა მისთვის და უფრო მაგიტომაც მე ისეთი კაი პედაგოგი მყავდა რომ უფრო მაგიტომაც ვყრი ამ ცუდ ნეგატივებს და აი ესე ვატარებ რა კი გული მტკივა მაგრამ ეხა მტკივა გული ეხა რომ გამახსენდოთ რომ მე აღარ ეხა მაგაზე ვიფიქრო ქალბატონო ხათუნა ჩვენ დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი გადაცემა როდესაც ანუ თქვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი შავი ლაქა ჩნდება, როდესაც დედა გარდაიცვალა. და აი ამ პერიოდში, როგორც აღვნიშნე, თქვენ ცხოვრობდით ვაკეში და ის ყველაფერი მოკლედ მიატოვეთ, გაყიდეთ და გადმოინაცვლეთ აქ. სადაც ანუ გაქვთ დიდი ეზო, როგორც ჩვენ გლდანხეტენში. ხო. გლდანხეტენ. ხო არის მანხეტენი. და თბილისში რატო არ უნდა ქონდეს კაცო გლდანხეტენი გვაქვს, კი. და ხართ ახლა აი აქ. კი.
აი მაგ პერიოდში სანამ უშუალოდ გამოჩნდებოდა სერიალი სიყვარულს მიღმა, ხომ არ გიფიქრიათ აი ამ პერიოდში რომ გაქცეულიყავით საქართველოსდან და თავი ემიგრაციაში გეპოვათ? მე იმდენი ემიგრანტები მყავს, იმდენი მეგობრები, ნათესავები გარეთ. მე მახსოვს 90-იანი წლები. არა სინათლე, არა საჭმელი, არა სასმელი, რიგებში არ შეხვდებოდა პური, ან არ შეხვდებოდა პური. გულის ეკავა არაკუჩხა, გულის გულში რომ მიყვარს დღემდე და ყოველთვის რომ მეყვარება ასეთი ადამიანი ლიგია მუშკუდიანი. ჩვენი მთავარი პროდიუსერი, რომელიც ახლა კადრს მიღმა არის. კადრს მიღმა, სულ კადრს მიღმა როგორ უნდა იყოს ეს უნიჭიერესი ადამიანი, უკარგესი ადამიანი და უმაგრესი მეგობარი. ქალმა რომელმაც იცის მეგობრობა. და მახსოვს ლიგიამ რომ მითხრა რომ მოვედი დასამშვიდობებლად. და მე თეატრში მოვიდა, რეპეტიცია ჰქონდა და რას ქვია დასამშვიდობებლად მეთქი და რა ვქნაო ხათუნაო მაგისგან ხო პრობლემას ვერ გაიგებდი, სულ იცინი, სულ კისკისებს, სულ არ გახვევს არაფერს თავზე და ხო რაღაცა ცოტაო რაღაც გამიჭიდაო და მინდაო რა წავიდე ერთ საზღვარგარეთო რაღაცა პატარაო დავაგროვა, ხო ძალიან დავიხალეო. ნუ რა უნდა უთხრა? წავიდა ზუსტად ორ თვეში მონდის თეატრში ამანათი. და გადავირიე. სუბეტირება ხა ბედნიერებისაგანაც და იმისგანაც. რო გავხსენი ამანათი იდო 2 ცალი მარაო. პირველი ხელფასით მე და ლეილა შოთაძეს მარაოები გვიყიდა და გამოგიგზა. აი როგორი ამნეზია უნდა დამემართოს რომ მე ეს დამავიწყდა ეს სიკეთე. იცი რა ზოგისთვის მარაო რა არის? აბა ეხლა იმას კითხე. იმ პერიოდში სულეთე გინდა ახლანდელ პერიოდში იქ რო ახსოვხარ ადამიანს იქ გადაკარგულში მონატრებაში აი დონარემ ხო ხედავთ როგორა თქვა რომ მენატრება და ეს რღნის დაგვკლავს ეს რღნით იმათ იქ რო ახსოვხარ ადამიანს გინდა მეგობარი არ იყოს გინდა ხო გეუბნებით ჩვენ არ გქონდა ისეთი აი 24 საათიანი როგორც ახლა გვაქვს ხო არ გქონია ეგეთი მეგობრობა მაგრამ იქ რო გავახსენდი ადამიანს და თან პირველი ხელფასი და რო დამირეკა კივილით რო ხად ხელფასია ვიღე და იმ ხელფასით მე გინდა 50 ცენტი ღირდეს და გინდა 1 ცენტი ღირდეს რა ის მისთვის ის 1 ცენტიც იმ წუთში იყო ძალიან დიდი რაღაც მაგრამ გამოიმეტა ცუდი სიტყვა ვახსოვდი ვუყვარდი პატივს მცემდა ვენატრებოდი და არა მარტო ისინი ენატრებოდნენ მეც ვენატრებოდი რა მისთვის მეც საქართველოს ვიყავი როგორი ფერი აქვს მონატრებას მონატრებას როგორი ფერი აქვს ჭრელაჭრულა რატო იმიტომ რომ მე ემიგრაციაში არ ყოფილვარ, მაგრამ ჩემი გოგო სწავლობდა გერმანიაში და 3 თვე მეც იმასთან ერთად ვიყავ. ნუ ემიგრანტი ვიყავი, რა ვიყავი, ხო? ერთი კვირა, აი ყველაზე დიდი. აქაც ახლა ბათუმში ან მანგლისში ან სადმე მცხეთაში სადღაცა რო წავიდე, მაინც ემიგრაციაში ვთვლი ჩემთავს რა. აი სახლის გარეთ რო ვარ, ხო? ხო და ჯერ ერთი კვირა ხო, ნუ იქ წავედით, იქ მეგობრები ნახეთ, იქ შოპინგი, იქ რაღაც ყავა, კაფეები, დავათვალიერე თუ რაღაც დასათვალიერებელი იყო რაღაც. შო რა უნდა გავაკეთო? უკვე დამეწყო როგორ იცი, შემოვიდა ნაცრისფერი ფერი, რაღაცა მუქი. მე უცებ რაღაცნაირად გაღიავდა ეს მე რაღაცა გამახსენდა, მე აქაური გამახსენდა, მე იქაური გამახსენდა. აი, აქედან მე სხვადასხვა ფერები შემოვიდა. ანუ ჩემთვის ვგიჟობდი და ჩემთვის ვიქმნიდი პატარა რაღაც აი ჩემი მოგონებებით, ჩემი დარეკვებით, იქ მოკითხვებით და იმითი. აი ამ 3 თვის განმავლობაში რა გენატრებოდათ ყველაზე მეტად? სახლი მენატრებოდა, დედა ჩემი მენატრებოდა, ჩემი მეგობრები მენატრებოდა. ეს მენატრებოდა, აი. ეს
რომ ყავა ფართი, ჭორ ფართი, სიგარეთ ფართი, რაღაცა ესენი ძალიან მენატრებოდა. ეხლა იცით რა არის, იქაც არიან, მოდით ნუ ვიტყვით, რომ ცივები არიან ევროპელები, ან ამერიკელები, ყველგან ადამიანები არ არსებობენ იქაც ადამიანები რა. თქვენი გადმოსახედიდან როგორია ქართველი ემიგრანტის ცხოვრება უცხოცის ქვეშ? ურთულეს. ეხლა მე რასაც უყურე იქ ემიგრაციაში ვინც არის წასული, როგორ შრომობენ, რომ შვილს ვერ ელაპარაკებიან. ისეთი დაღლილები არიან, მაგრამ უნდათ რომ აი გაძღნენ თავიანთი აი თვალი გააძღონ გულს ვერ გაითბობენ ამითი და ვერც დაიმსუყებენ, იმიტომ რომ აი ეს არის ურთიერთობა, აი აქ თვალს რო უყურებს ცოცხალი რო ხარ, იმიტომ არ მიყვარს მე ტელეფონში ლაპარაკი, მე მრჩევნია რომ ჩამოვიდე გელაპარაკო და რაღაც იქ ნუ ვირული შრომა არის რა, ვირული შრომა არის. ჩვენ ახლა ხო აქედან გგონია რომ მე მგონი არავის არ გონია რომ იქ იული არის და მართლა ხეზე დაბლიდან ხვეტავენ ამ ფულს ძალიან დიდი შრომით, რამდენი დაავადდა, რამდენი გაუბედურდა. აცხონოს ყველას უნდა რამდენად შვილები ვერ ნახა, თავისი ოჯახი ვერ ნახა და იქიდან ჩამოასვენეს, ვერც ჩამოასწრეს ჩამოსლა. რას ეტყვით ქართველ ემიგრანტებს ეს გადაცემაც მათთვის შევქმნით და მათ ხმას სოფიოს ვაგონებთ? მე ყველა მიყვარს, ყველას პატივს ვცემ, მაგრამ აი მინდა რომ ყველა დაუბრუნდეს თავის ბუდეს, თავის შვილებს. შვილებს ნუ ამოაგლეჯან აი ამ სულს, იმიტომ რომ შვილს დედა ყველა ასაკში ჭირდება, ყველა ასაკში აბსოლუტურად. როგორც დედას ჭირდება შვილი, ასევე შვილებს გვჭირდება დედები. თქვენ აღნიშნეთ, რომ ძალიან ბევრი მეგობარი ყავთ ემიგრაციაში. კი ბატონო. და აი ახლა როგორც მე პროდიუსერი მატყობინებს, შემოგვიერთდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქალბატონი დონარა გრიტიშვილი და ის არის მოკლედ პირდაპირ კონტაქტზე და აი ახლა ვთხოვ მოკლედ ჩვენს ტექნიკურ სამსახურს რომ აქ ჩვენთან მოკლედ მაგიდასთან შემოიტანოს ლეპტოპი და გავიდეთ კონტაქტზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ქალბატონი დონარა გრიტიშვილი არის გვერდება გადაცემა მონატრების სფერებში და ის გაიხსენებს იმ თბილ ურთიერთობებს, რომელიც ახლა ძალიან ენატრებათ ემიგრაციაში. და ახლა თქვენ მოკლედ გაშორებთ 9-თა და 9 ზღვა, როგორც აბას მე ხშირად ვამბობ და ახლა მოკლედ პირდაპირ ეთერში გვერდება ქალბატონი დონარა გრიტიშვილი. მოგესალმებით ქალბატონო დონარა საქართველოდან. გილოცავთ დღევანდელი დღის მადლი გფარავდეთ და ძალა მოკლედ მე ჩვენს ტელემაყურებელს ვეთქვი რომ პირდაპირ კონტაქტზე არის ქალბატონი ხათუნას მეგობარი ქართველი ემიგრანტი ქალბატონი დონარა გრიტიშვილი მოგიკითხავთ უმაგრესი მსახიობი რა თქმა უნდა ადამიანი უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით აქედან და პირველ რიგში ქალბატონო დონარა რას ეტყვით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს რომელიც ძალიან ბევრია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აქვე გეტყვით რომ ჩვენ ძალიან მალე ჩვენს თავარ პროდიუსერთან ერთად ლიგიასთან ერთად ჩამოვალთ თქვენთან მოგინახულებთ და თქვენს შესახებ ძალიან ბევრს მოუყვებით თუ როგორია მსახიობის ცხოვრება ამერიკაში Ragazzi, vedere mai che იცით მე ნოსტალგია მკლავს. მე უკვე მეორე თვარ ძიმეთავა იმის გამო რომ 1000 აი ამ ხელახალმა გავაცნობიერე რას ნიშნავს. ის ყოველი შენი გავლილი დღე, შენი სამშობლო დედი ძუძუი არ გაიცვლები სხვაზე და თან როგორი სამშობლო ხალხო მართლა სამოთხეა საქართველოს ამერიკაში ვარ მე-5 წელიწადია ახლოს ვერ მივარ საქართველოსთან ვერც ჰაერი ვერც დუნე ვერ აი კი მესმის ეს უზენაესი ქვეყანაა მეგა ქვეყანა მაგრამ ასეთ სამიმართულები ჩვენი სულიერება ზუსტად საქართველოს ჰავა და საქართველოს ჰაერი და საქართველოს ნიამის სულიერებას ვთქვათ ჩვენ აი ამ სულიერებით ვიპოვებით და
ეს რო აქ არ არის, ხო, ეს ადამიანს ადადგურებს, ხო, პირადად მე ძალიან გამიჭირდა ჩემი მეგობრების, ჩემი ოჯახის გარეშე, ჩემი ქვეყნის გარეშე. ხატია მეკითხებოდა, დედიკო, კი, მაგრამ აი რა არის ისეთი რამაცა ესე რაც ესე გაწვალებს, რაც ესე გენატრება, რაც ესე გტკივა და იცი რა უბრალო პასუხი გავიცი ხათუნა. მე თქვა თბილისის ქუჩებში რო გავიარო. აი სიოს რო ჩავუარო. ეს აჩის ხატის ტაძარში სათელი დავართო, მეტრზე ფეხი თავიდე, სამებას ბოლოს მიუკაკუნე და აი ეს ტრაექტი ხო წარმოგიდგენია საათ თბილისი ჩემი არ ვიცი მე ვერაფერს ვერ შემეგუე მადლობა ქვეყანას ძალიან ძლიერი ქვეყანა ბევრი კარგი აქ მაგრამ ნუ აი ქართველები ალბათ ცოტები ვართ აქ რა ესე ვიტყოდი ნუ ისინი ვიცება დიდი ხნის ჩამოსულები არიან ოჯახით სხვანაირად დაიმკვიდრეს თავი, იმიტომ რომ შვილები აქ აყავთ, მეუღლე აქ აყავთ, მივდიხათო და ამიტომ მათ ესეთი სიმარტოვის და შიმშის არ განიცდიან თავისი ქვეყნის გარეშე. როგორცაც მაგალითად მე, იმიტომ რომ სხვანაირად წარმატებულებად ვიყავ თავიანთი ცხოვრება, ბევრი ოჯახის წევრია, ყველა მუშაობს რაღაც და ფინანსურ მხარეს იწესრიგებენ. ოღონდ ოჯახით ვიძარია და ეხლა ხელოვანი ადამიანი, გიდა მსახიობი, გიდა მხატვარი, გიდა პოეტი, გიდა აი ცოტა სულიერებისაკენ უფრო მეტი აქ შემოქმედებითი ნიჭიერება და სხვა მონაცემები და იმისთვის არის აი განსაცდელი. პირადად ჩემზე ვლაპარაკობ, ჩემი სახით ვლაპარაკობ, არამის არ ვიხები, ყველას თავისი ისინი აქვს ემოციები და თავისი დამოკიდებულებები აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს აღმოჩნდა განსაცდელი. ხო და მაგრამ ნუ ვკურნალობ და ამიტომ როგორც კი მოვცემს ექიმი ნებართვას მოვდივარ. ჩვენა გელოდებით ქალბატონო დონარა და მანამდე ვფიქრობ რომ ჩვენ ჩამოვალთ და გინახულებთ ამერიკაში და თქვენ გავლილ ემიგრაციულ ცხოვრებაზე მოუყვებით ჩვენს ტელემაყურებელს რომ დაგეთანხმებით ემიგრაცია ნამდვილად მარტივი არ არის. რა სიტყვით თქვენ ქალბატონო ხათუნა, როდესაც ყავთ მეგობარი რა კიდე მაინც აქვს თავისი ხიბლი რომ აქაც შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა გააცნობიერო ვიხვდე რაღაცა დაჭრეთ ვახდება ხათუნა იცი იმისი რომ ხო ფიქრი აუცილებლად უნდა იყოს იქ და აქ არა აქ არ უნდა საქართველოში ანალიზი არ უნდა გავაკეთოთ ხო რა ხო და აი იცი გინდა არ გინდა ემიგრაციაში როცა ხარ ეს დაწყეთ ვახდება ინფორმაციის აქ იგივე მეგობრები რეალურად ემოციების გარეშე ხარ და უკვე გონებით აბსოლუტურად გეცვლება დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ და სხვადასხვა თემაზე გეცვლება ისი გზრდის თავისებურად მაგრამ რის ფასს აქვს მე მაგალითად აღარ მივიდეს მაინე მომენატრა ეკონომიკის ფრივა გააკეთე კიდე გეხვეწები რა როგორ მიყარხარ ბუქჩავა კოცნი ბევრს მეც გაკოცე ძალიან ბევრი ძალიან დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო დონარა რომ მოახერხეთ და მიიღეთ გადაცემა მონატრების ფერებში მონაწილეობა მე აგერ დამეთანხმება ჩემი მთავარი პროდიუსერი რომ სულ ძალიან მალე ჩვენ ესე ტელეხიდის საშუალებით თუ ვერ მოახერხეთ ჩამოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში გიმასპინძლებთ გადაცემა მონატრების ფერებში გრძელდება გადაცემა მონატრების ფერები პირდაპირ კონტაქტზე იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ქალბატონი დონარა გვრიტიშვილი რომელმაც ძალიან საინტერესო რამ გაიხსენა ქალბატონ ხათუნასთან დაკავშირებით მე აქვე გეტყვით ჩვენო ძვირფასო ტელემაყურებელო რომ როგორც კი საშუალება მოგვეცემა ჩვენ აუცილებლად გესტუმრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გადმოვლახავთ 909 ზღვას და იქ ამერიკულ ცხოვრებაზე ქართველ ემიგრაციაზე ერთად ვისაუბროთ და
სულ მალე მოკლედ ჩვენი რეისიც აფრინდება საქართველოსთან და ჩამოვა თქვენთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რათა თქვენი მონატრების ფერები გავიგოთ თუ როგორია. ახლა კი ამასობაში შემოგვიერთდა ქალბატონი ხათუნას შვილიშვილი. თქვენ შვილზეც ქალბატონ მარგალიტაზეც რომ ვისაუბროთ, რადგან რომ არ ყოფილიყო ის, ახლა თქვენ შვილიშვილი არ დაგიმშვენებდათ გვერდს. რა თქმა უნდა. ეს არის უშანგა. ნენე ქვია, მაგრამ უშანგას ვეჯახი ბიჭს გავს. ნენე, რამდენი წლის ხარ? უთხარი, ერთი წლის. მოდი. აი ასე. შენ რა ქვია? მოდი. შენ ქვია? მაშო და ნენე. მაშო, რამდენი წლის ხარ? 3 წლის ხარ. ბაღში დადიხარ? რას გასწავლიან ბაღში? სიმღერებს ითყვას. ლექსებს? აბა ერთი ლექსი მომიყევი. ოპიტ ტელესკოპი. რატო მასი ტელესკოპი. აიჩხობი. სულულები. ბაშლი? თონდა თეთამათი. არამეო დაულახავ ერთმანეთს. ყოჩარ, მაშო, ყოჩარ. აბა რას ეთქვი, როგორი ბებო არის ხათუნა ბებო? აბა რომ გითხრა. დადა. ბებო არიცის. ბებო არის. დადა როგორი ვარ, აბა? გაბრაზებ? არ გაბრაზებ? როგორ გიყვარვარ? ეგრე გიყვარვარ? როგორი დედა იყო ქალბატონი ხათუნა ბოკუჩავა? და როგორი ბებია? როგორი დედა ვიყავი და ვარ, ეს მარგალიტას უნდა ვკითხოთ. მარგალიტამ არ ისურვა კადრში გამოჩენა. არ ვიცი, როგორც რამოდენიმეჯერ წამოწდა, ესე რამოდენიმეჯერ ქონდა ინტერვიუ, კაცრიო. არის კაცრი დედა? რაში გამოიხატება ჩემი სიმკაცრე, არ ვიცი, მაგრამ კი. და მომთხოვნი დედა, ხო? კი, ძალიან. როგორც ახალგაზრდა ცოტა ვეჯახებით ხოლმე რაღაცეებში. როგორც თაობათა ჯახი, რაღაცეებში ხოლმე ვეჯახებით, რაღაცეებში. სამომავლოდ სად გიხილოთ ქალბატონო ხათუნა? რომელ სერიალში? ეხლა სხვათა შორის ერთ-ერთი ნიჭიერი მომღერალი, რეჟისორი, პიროვნება, რუსთავის კოლორიტი ლაშა ნოზაძე იღებს ფილმს რუსთავი თბილისი. და იგიხილოთ ჩვენ. ხო, ჭორიკანა ციცოს როლში, მეზობელში, ხო და აი ეს მიჭირს. აი ვერ დავიჭირე ეს მე თვითონ ბუნები ჭორიკანა არა ვარ და აი რაღაც ახლა მაინტერესებს, ან კი ბევრს ვიცნობ, ბევრი ის, მაგრამ აი ვერის ვქენი, ჯერ ტიპაჟი ვერ დავიჭირე. ალბათ მე უკვე აი ხვალმა კიდე ერთი გადაღება და ეს ისეთი ლაითი გადაღება არის რა, რომ აი მე ჩემი გმირისთვის რომ აი უბრალოდ კადრში ჩნდები და ერთ-ორ სიტყვას ამბობ, რთულია მაინც ეს ჩემთვის. აი მე და მე უკვე მაქვს უკვე ძალიან მაგარი საფიქრელი რა. რომ აი ეს გამოვძერწო ხა ეს ქალი თავისი მანერით, სიარულით, ჟესტიკულაციებით, აი ხო არიან ზოგერთი რაღაც აი ესეთი ის მინდა ხა დაუწერო ბიოგრაფია ჩემს გმირს და მე ნახოთ რომ საომავლოდ ვაპირებთ ქალბატონო ხათუნა ჩვენს ქართველ ემიგრანტებთან ჩასვლას და თუნდაც აი ესე სალონური ტიპის შეხვედრებს. მინდა, ძალიან მინდა. თუ თქვენც დამეხმარებით, თუ მე მქონდა რამოდენიმე ის აი ისრაელში რო ვიყავი, იქ ქართველები იყვნენ წასულები, მქონდა პატარ-პატარა ინტერვიუები ის აღებული გერმანიაშიც. მაგრამ აი აქ რომ ახსოვან როგორები იყვნენ და მე იქ ერთი სული რო ქონდა, აი პირიქით ისე გაეხარდათ, ხო უხარიათ რომ დაგინახავენ ქართველი, უცხოსაც კი ქართველი რაღაც ის ჩაგეხუტებს, მაგრამ მაინც აი ის აქვს რომ აი ერთი დროზე წავიდე, ერთი დავჯდე დავისვენო, აი ეს აქვს. და აი მე მაინც აი უფალსაც ვთხოვ, მაგათაც ვთხოვ რომ რამენაირად დაბრუნდნენ ჩვენ სამშობლოში, საქართველოში. ხო.
თავიანთი სამშობლოა ეს. ჩვენი სამშობლოა, ერთიანი სამშობლოა ეს და მე მინდა რომ აი აქ ვიყოთ კარგად. წარმატებები მინდა გისურვოთ ხათუნა. მადლობა რომ გამონახეთ დრო და მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა და ბოლო კითხვა რას გვისურვოთ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს რომელიც შევქმენით ქართველი ემიგრანტებისთვის და იმ ადამიანების ხმას ვაგონებთ მთელ სოფლიოს რომელიც ასე ძალიან სჭირდება წარმატებები და ყველა სურვილის ასრულება თქვენ ჩემო კარგო ადამიანებო რომლებიც აი ასეთი არ გეგონოთ რომ მიგატოვეთ არ გეგონოთ რომ თქვენზე ცუდად ვფიქრობთ გვიყვარხართ თითოეული თქვენთაგანი ჩვენთვის ბევრს ნიშნავთ ღირებულები ხართ ჩვენთვის იმიტომ რომ ძალიან პატარა ერი ვართ ძალიან და მე მიხარია რომ თქვენ არსებობთ თქვენ ისეთი წარმატებები და ძალიან ბევრი ემიგრანტები გაგეხარებინოთ. ასევე ჩვენ. რა თქმა უნდა. მიყვარხართ, წარმატებები მინდა გისურვოთ. მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები. მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაიწერა საქართველოს ულამაზეს დედაქალაქ თბილისში. ჩვენ გვმას პინძლობდა ყველასათვის საყვარელი მსახიობი ქალბატონი ხათუნა ბოკუჩავა. ჩვენ ასევე პირდაპირ კონტაქტზე გავედით ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა მიიღო ქალბატონმა დონარა გვრიტიშვილმა. მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც ამჯერადაც კადრს მიღმა არჩია ყოფნა და დღევანდელი გადაცემაც მან დაგეგმა. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი. გააქტიურეთ ზარისხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. ჩვენი ნახვა ასევე შეგიძლიათ TikTok პლატფორმაზე და My Video-ზე. დიდი მადლობა ტურისტულ კომპანია Dagi Travels, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხო მგზავრობას მსოფლიოს მასშტაბით და ჩვენ Dagi Travels, ჩვენი ტურისტული კომპანიის დახმარებით ხვდებით ჩვენს ქართველ ემიგრანტებს. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.